რიგში აუცილებლად უნდა ვთქვათ, ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ აბსოლუტურად არ მეგულება ქვეყანაში არც ერთი ადამიანი, რომელიც არ არის საინტერესებული საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობით. ერთადერთი განსხვავება შესაძლოა იმაში არსებობდეს, რომ ამ ადამიანების ნაწილი დაინტერესებული არის იმით, რომ გადატვირთვა მოხდეს, როგორც ისინი ამბობენ, ცარიელი ფურცლით, მოცემულობით. ანუ არაფერი აბსოლუტურად რაც საქართველოში ხდება არ იყოს ინტერესის საგანი და რაღაცა სრულად გაუგებარია როგორ, მაგრამ ახალი ფურცლიდან დაიწყოს ნულოვანი მდგომარეობიდან ეს ურთიერთობები, თითქოს მანამდე არაფერი არ ყოფილა. და არის საზოგადოების მეორე ნაწილი, რომელიც თვლის, რომ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ურთიერთობების აღდგენა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათ შორის სტრატეგიული ურთიერთობების განახლება, მაგრამ ამასობაში ვაცნობიერებთ, რომ ეს შეუძლებელია გარკვეული წინაპირობების გარეშე. ეხლა მთავარი კითხვა მარკო რუბიოს ზართან დაკავშირებით, ისევე როგორც თბილისში განხორციელებულ ვიზიტთან დაკავშირებით, სახელმწიფო სამდინოს მაღალჩინოსნის ვიზიტთან დაკავშირებით არის იმაში, თუ რა არის ის პირობები, რომლის გარეშეც, რომლის დადგომის გარეშეც კრიტიკულად შეუძლებელია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სათანამშრომლო რეჟიმის შენარჩუნება თბილისთან. ხო, ეს არის მთავარი კითხვა. აქ იმის მიუხედავად, ვის რა ინფორმაცია გვაქვს, ვისთან შეგვიძლია ამ თემებზე საუბარი, მოდით შევხედოთ ფაქტებს, რომ არ გამოვიდეს ამან თქვა, იმან თქვა. ფაქტი არის შემდეგი. ანაკლიაში გახლდათ ამერიკელი სტუმარი ვიზიტით, ხო? ანაკლიაში ფაქტია, რომ არ არის ამ წუთის მდგომარეობით არავითარი ამერიკული ინვესტიცია. ამერიკული ინვესტიცია კონსორციუმი, რომელშიც ამერიკული კომპანია შედიოდა, ქართულ ოცნებამ გააძევა პირდაპირ მნიშვნელობით ქვეყნიდან. შესაბამისად, გაუგებარია თავისთავად, რომ ამერიკელი სტუმარი სტუმრობს საქართველოში იმ წერტილს, სადაც ამერიკული ინვესტიცია არ არის, ამერიკული პროექტი არ ხორციელდება და ამასობაში არსებობს დაპირება საჯაროდ განცხადებული იმის თაობაზე, რომ იქ შეიძლება ჩინური კომპანია შევიდეს. ანუ იმ სახელმწიფოს კომპანია, რომელიც ამერიკას რამის მტრულ სახელმწიფოდ ყავს გამოცხადებული. ბუნებრივი კითხვა უნდა გაუჩნდეს ყველას, იმის მიუხედავად, ვინ ვისი მომხრეა, ვინ ვის აძლევს ხმას ან არ აძლევს ხმას, ბუნებრივი კითხვა უნდა გაუჩნდეს, რატომ ჩავიდა მაინც ანაკლიაში, რისი თქმა უნდა და ამითი სტუმარს, რომელსაც სხვა მხრივ საჯაროდ რაიმე განცხადებები არ უკეთებია, ხო? ჩემი აზრით, ეს ვიზიტი იყო ყველაზე უფრო ხმამაღალი განაცხადი, რაც კი შეიძლება რომ წარმოგვიდგინა. ყველაზე უფრო ხმამაღლა ნათქვამი, ინტერესი შავ ზღვაზე, სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს. ამიტომ ეხლა იმის მიუხედავად, ვინ რას ილაპარაკებს, სრულიად ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია, რომ ეს ინტერესი განცხადდა და ზუსტად ამ ვიზიტს მოყვა პირდაპირ მოყვა მარკო რუბიოს ზარი თბილისში. ყველაფერი დანარჩენი არის სპეკულაცია. ყველაფერი დანარჩენი, რასაც ვისმენთ, არის იმან თქვა, ამან თქვა, ისევ გავიმეორებ ამას. მთავარი და მნიშვნელოვანი არის ყურადღება მივაქციოთ ფაქტებს, იმ მოცემულობას, რომელიც იქნება და რომელსაც ყველანი ერთად ვხედავთ და ვაკვირდებით. და ეს არის სრულიად ცალსახა. ამერიკელებს აქვთ ინტერესი, რა თქმა უნდა, რეგიონის მიმართ, ეს დადასტურდა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოწესრიგების დროს განხორციელებული ძალიან მკვეთრი მოძრაობებით და დიდი მონდომებით ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის. სამწუხაროდ იმ მოლაპარაკების მაგიდასთან, სადაც სამხრეთ კავკასიაში მშვიდობაზე საუბრობდნენ, საქართველოს ადგილი არ აღმოჩნდა, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში, როდესაც დაიწყო რეალურად უკვე მუშაობა ამ პროექტზე, რა თქმა უნდა, ყველას ახსოვს, ყველას წინუდებს რუკა, ყველა მიცის, რომ ამ რეგიონში არის კიდევ ერთ სახელმწიფო ამერიკელებს ინტერესი ვერ გავუღვივეთ. შესაძლოა იცნობთ დღევანდელ უახლეს განმარტებას ქართული ოცნების შალვა პაპუაშვილის თქვათ პირით გაკეთდა ეს განცხადება, რადგან ახსენეთ ანაკლი ამაზე უახლესი შეფასება მათი და ინფორმაცია, რომ ამერიკულ ინვესტორებს ინტერესი ვერ გაუღვივა ხელისუფლებამ. ეს პატარა რეპლიკის სახით მინდოდა რომ მეთქვა ამ კონკრეტულ საკითხზე. ხო, არა, მე არ მინახავს პაპუაშვილის განცხადებას სიმართლე რო გითხრათ, ნაკლებად მაინტერესებს. ის რას ლაპარაკობს, ეს არ არის საინტერესო კიდევ ხომ, იმიტომ რომ არა, ეს ხომ ხელისუფლების პოზიციაა, დიახ.
ხო, უბრალოდ ჩვენ არასდროს არ ვიცით, რა სად არის ტყუილი, სად არის მართალი, ხო, ფაქტია, რომ რას ნიშნავს ამერიკელებს ვერ გაუღვევეს ინვესტირების ინტერესი. ჯერ თავისთავად ძალიან საინტერესო თუ ასე თქვა, როგორც თქვენ თქვით. ციტატაა ეს. ამერიკელ ინვესტორებს ინტერესი ვერ გავუღვივეთ. ხო, საინტერესო ფორმულირება ძალიან წინადადების ინვესტორი იყო საქართველოში და ის ინვესტორი გააძევეს, ამიტომ არავითარ სხვა რამეზე აქ საუბარი არ შეიძლება იყოს, მაგრამ მარტო ანაკლიაში ხომ არ მოხდა ეს მოხდა უკრებლივ ყველა დიდ პროექტზე, ყველა დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, საიდანაც დასავლეთიდან პოტენციური ინვესტიცია, დასავლეთიდან პოტენციური მომავალი პოტენციური კომპანია ყველა ჩაჩეხეს და ჩახსნეს. იმდენად რომ გვახსოვს ყველას ალბათ ძალიან კარგად, როდესაც მაგალითად იგივე რიკოთის მშენებლობა აქტიურ ფაზაში შევიდა, პოლონეთის ელჩის განცხადება, შემდეგ ამას მოყვა კიდევ რამდენიმე სხვა ევროპული სახელმწიფოს ელჩების განცხადება, რომლებიც სრულიად ღიად კამერების წინ კითხულობდნენ, მედიის თანდასწრებით კითხულობდნენ, რომ რას ერჩოდა საქართველოს ხელისუფლება ევროპულ კომპანიებს და რატო ხდებოდა მათი ხელოვნურად ჩახსნა ამ დიდი ტენდერებიდან, ხო? იგივე მოხდა ანაკლიაში, არაფერი განსხვავებული არ მოხდა. საქართველოს ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი გასაკეთებელი იმისათვის თუ კი მართლა რეალურია მათი სურვილი და რეალურად ახორციელებენ ცდელობას საქართველოს დააბრუნონ ერთი განვითარების ბუნებრივ გზაზე, მეორე დააბრუნონ ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან შეთანხმებაში. ეს არის სტრატეგიული შეთანხმება ამერიკის შეერთებულ დავასრულებ წინანდებას თუ შეიძლება და ეს ერთადერთი გზა გადის ამერიკის მტრების, ამერიკის მიერ საჯაროდ ღიად მათ დოკუმენტებში, ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტებში განცხადებული ამერიკის მტრებთან რაღაცა განსაკუთრებული გადამეტებული სიყვარულის ფიცების და სტრატეგიული თანამშრომლობის ერთობის მტკიცებიდან უნდა გამოვიდეს ქართული ოცნება. ეს ეხება ჩინეთს, ეხება ირანს, ეხება მათ აბსოლუტურად არასწორ მოძრაობებს რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში. და უნდა დაუბრუნდეს ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ თანამშრომლობას. ეს ვერ მოხდება ქვეყანაში დემოკრატიის მუდმივი ჩეხვით და სამოქალაქო აქტივისტების ამ ქვეყნის პატრიოტების მუდმივი განადგურების მცდელობის ფონზე. თინა, ირანზე მინდა კითხოთ აუცილებლად, იმიტომ რომ რეგიონში არსებული ვითარების როლი რა შეიძლება იყოს და ირანში არსებული ვითარება რა ფაქტორის მქონე შეიძლება იყოს აი განახლების კონტექსტში, ხო, ამერიკასთან, ამასთან კავშირში რამდენად შეიძლება იყოს. აი, დღეს რამდენიმე საყურადღებო განმარტება იყო, ისევ პაპუაშვილი უნდა მოვიყვანო მისი შეფასება, იმიტომ რომ ის იყო სპიკერი ამ მნიშვნელოვან საკითხზე. მაგალითისთვის არ გვინახავს საგარეოსგან გამოხმაურება, ის ელჩის ორი სტატუსი რო არსებობს, ერთი მუქარა და მეორე სხვა რაღაცაც რო წერია, რომ და დღეს პაპუაშვილმა ილაპარაკა ამაზე, რომ ყველას მიმართ მექნებოდა მოწოდება, რომ საქართველოში ყოფნა არ გამოიყენონ, რომ ერთმანეთში ურთიერთობები არ ყვიონ და სწორედ პაპუაშვილმა დაადასტურა, რომ წინა გზავნილზე იყო ლაპარაკი საგარეო საქმეთა სამინისტროში. აი ეს სურათი რაზე მიუთითებს თქვენთვის? აი რა ხდება ირანთან დაკავშირებით? ხო, მე ვფიქრობ, რომ ელჩის განცხადებებთან მიმართებაში არა ნულოვანი რომ იყო ხელისუფლების წარმომადგენლების რეაქცია, იქნებოდა ეს საგარეო საქმეთა სამინისტრო, პარლამენტი თუ სხვა. ეს ასევე ფაქტებზე ვილაპარაკოთ ხომ, ესეც ასევე არის ყველაფერზე პასუხი და ბევრი რამის მთქმელი. მოსკოვი არ გვაკლდა, რომელსაც ვერაფერზე ვერ სცემენ პასუხს და რიტორიკულადაც კი ვერაფერს ვერ უბედავენ და ეხლა ირანი აღმოჩნდა ის სახელმწიფო, რომელსაც თურმე რიტორიკულადაც კი არ შეიძლება რომ შევეპასუხოთ ამასობაში ქართულმა ოცნებამ რაღაც მომენტში გადაწყვიტა, რომ ვაშინგტონთან და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვის, მაგრამ ბლატაობა შეიძლებოდა და მათთვის შეურაცხყოფის მიყენება მოსულა და ამასობაში გავიმეორებ ისევ რუსეთისთვის, თეირანისთვის არაფრის თქმა თურმე არ შეიძლება. ეს რაღაცა მორჩილება თუ ამ ტიპის დამოკიდებულება ძალიან მძიმედ დაგვიჯდება ჩვენ და ამაზე სამწუხაროდ ისინი აღარ იქნებიან პასუხისმგებელი ალბათ იმ ყველა მძიმე შედეგზე, რომელიც ჯერ კიდევ წინ დაგვხდება ბევრი წლების განმავლობაში. ანუ დაბარების ნაცვლად ელჩისგან მოთხოვნილი შეხვედრა ვნახეთ, ხო, თინა, ჩვენ ეს ფაქტია.
კი, და ამასობაში მანამდე როგორც მე ვიცი, იყო ასევე ქართული ოცნების წარმომადგენლების კომენტარები, თუ არ სტები შარმანაშვილის კომენტარი იყო, რომ თურმე საქართველოზე არ საუბრობდაო და თბილისში ელჩი, როდესაც საუბრობს იმ ორი მოვლენის ფონზე, ამერიკელი მაღალჩინოსნის ვიზიტი თბილისში და შემდეგ მარკო რუბიოს ზარი, აუცილებლად პასუხი უნდა გაეცა საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ წუთიერად და მყისიერად, რომ ესეთი მუქარები, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყანა, არის სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების და რაზე ისაუბრებს მარკო რუბიოსთან, ეს არ არის თეირანის საქმე და მათი გასარჩევი და ასეთი მუქარები არ მიიღება თბილისში, მაგრამ ხო ამის ნაცვლად არაფერი არ გვინახავს, ამის ნაცვლად გავიგეთ, რომ თურმე საქართველო არ იგულისხმაო. თბილისშია ელჩი, აკეთებს განცხადებას და თურმე საუბრობს, არ ვიცი ვიზე, ხა საქართველოში მყოფი ელჩი ძალიან უსმენს ვინმე და თუ ირანს რამის თქმა უნდა, მაინც და მაინც საქართველოში ყოფის ელჩის პირით არ ელაპარაკება ის არც ამერიკის შეერთებულ შტატებს, არც დიდ ბრიტანეთს, არც საფრანგეთს და არც არავის, ხო? მას ყავს ელჩი ამერიკაშიც, ყველა სხვა სახელმწიფოში ყავს ელჩი გაეროში, რომელიც მუდმივად გამოდის და მუდმივად ბრიფინგებს მართავს და მუდმივად გვესმის ჩვენ მათი ხმა და ამის დანაკლისი არ არის. მოკლედ, ეს რა თქმა უნდა, ეს აბსურდული პოზიცია, რომელშიც იყვნენ, მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში მათთვის რა თქმა უნდა მოულოდნელი იყო ირანის ელჩის ეს მუქარები და ამან ძალიან დააბნია, წარმოდგენა არ ქონდათ რა რეაქცია უნდა ქონოდა და ამიტომ გაჩნდნენ. მე რომელიღაც დეპუტატები მედიამ სხვა თემაზე მიკროფონებთან ჩამომდგარი ნახა ესეც კითხა და მე მივიღეთ კასკადი აი სულელური პასუხების, რომელიც ისმოდა. ირანთან ურთიერთობა არის ქართული ოცნების ირანთან ურთიერთობა, ეს ენის მოჩლეკით ლაპარაკი არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დამაზიანებელი, რაც კი შეიძლება დღეს წარმოვიდგინოთ. იმაზე უფრო მეტადაც კი თქვენ წარმოიდგინეთ, ვიდრე ამ წუთის მდგომარეობით, ვიდრე მოსკოვთან მათი ენით მოჩლეკით საუბარი. იმიტომ რომ დიახ, ძალიან მძიმე ფაზაშია შესული ეს კონფლიქტი ამერიკასა და ირანს შორის და რა თქმა უნდა ყველა სახელმწიფო, რომელიც ამ გეოგრაფიაშია, ყველა სახელმწიფო სჭირდება განსაკუთრებული გონიერება და განსაკუთრებული დიპლომატიის სტრატეგიული აზროვნების ნიჭის გამოვლენა იმისათვის, რომ თავად არ აღმოჩნდეს დაზარალებული ამ პროცესიდან. ამიტომ აქ ბოროტების მხარეს დგომა ქართულ სახელმწიფოს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თორე ხა პაპუაშვილის ბედი საერთოდ არ მახელვებს, ქართულ სახელმწიფოს ძალიან მძიმედ შეიძლება დაუჯდეს და ვფიქრობ, რომ მეტი დაფიქრება და მეტი ყურადღება ჭირდება ყველას, როდესაც მსგავს მოვლენებთან გვაქვს საქმე.